სამშობლოს სიყვარული მარტო ფურცელზე ჩამოწერილი გულში ჩამწვდომი ფრაზები არ არის. არც მარტო მკერდზე მჯიღიცემა და დემონსტრაციებზე ხმის ჩახლეჩამდე ყვირილია. საქართველოს სიყვარული ღრმაა და იგი საქმის უხმაუროდ კეთებას ითხოვს. უხმაუროდ და თავდაუზოგავად. რაც მთავარია, უპრეტენზიოდ და უანგაროდ. რადგან ქვაზე დადებული სიკეთისა არ იყოს, ასეთმა სიყვარულმა შესაძლოა მხოლოდ მრავალი წლის შემდეგ გამოიღოს შეუდარებელი ნაყოფი. სამშობლოს სიყვარული ქვეყნის ტკივილის საკუთარ ტკივილზე უფრო მძაფრად შეგრძნებას გულისხმობს. მოყვასის ჭირვარამის გაზიარებას და სიკეთის ქმნას, რადგან ყველაზე დიდი განძი ამ ქვეყნად სიკეთის ქმნა და ადამიანებთან ურთიერთობის ნიჭია. სწორედ ეს საოცარი ნიჭი გამოარჩევდა ოდითგან ჩვენს პატარა ერთა ცხოვრების საზრის ქმნიდა. დიდმა ილიამ ბრძანა. ცხოვრება ერთი მდინარეა ორი ტოტისა. ერთ ხორცისათვის მოაქვს საზრდო, მეორე სულისათვის. თუ ან ერთი დაშრა, ან მეორე, გვამი ერისა მკვდარია. ერისთვის განზოგადებული ჭეშმარიტება კი პიროვნებისთვის კონკრეტდება, რადგან ადამიანიც ასეა. მისთვის სულიერი საზრდოს ფასეულია და ხორციელიც, სულის სიჯანსაღეც მნიშვნელოვანია და ხორცისაც. ამიტომ იმ მრავალგვარ პროფესიათაგან, რომელთათვისაც ხარკის გაღებაში სამშობლოს სიყვარული ვლინდება, ორ განსაკუთრებულს გამოვყოფდი, რამე თუ ერთი მათგანი მომავალი თაობის ჯანმრთელი სხეულის ჩამოყალიბებას ემსახურება, მეორე კი მისი ჯანმრთელი სულის ფორმირებას. ამიტომ ნუ მიწვეთ, თუ კიდევ ერთხელ გავიმეორებ თაობათა მიერ მოპოვებულ ჭეშმარიტებას. ექიმად და მასწავლებლად უნდა დაიბადოს ადამიანი. მით უფრო მასწავლებლად, რადგან მას გაცილებით მეტი ბავშვის სულთან მიუწვდება ხელი და ამიტომ გაცილებით დიდია მისი საქმიანობით გამოწვეული დადებითი და დაგვიფაროს ღმერთმა უარყოფითი შედეგიც. დიდი მასწავლებელი იაკობ გოგებაშვილი ამბობდა: ნამდვილი ნიჭი ძალაა, რომელიც ემორჩილება თავის შინაგან მოწოდებას და რომელსაც ვერ შეაფერხებს ვერც ქება და ვერც ძაგება. დღეს სწორედ ღვთისაგან ამ ნამდვილი ნიჭით დაჯილდოებული ორი ადამიანი გვინდა გავიხსენოთ, რომელთა წასვლამ კიდევ უფრო გააღარიბა ისტორიის ჩარხის უკუღმასვლი, ისედაც დაშრეტილი ჩემი პატარა ქალაქის სული. ისინი თითქმის 5 ათეული წლის განმავლობაში მიუყვებოდნენ ერთად ცხოვრების ნარეკლიან გზას. ერთად ეწეოდნენ ქალისთვის შეუფერებელ მძიმე ჭაპას და მერე რა ღირსეულად, უანგაროდ. ყველგან ერთად იყვნენ, სკოლაშიც და საზოგადოებაში და ყველგან განუმეორებელ კვალს ტოვებდნენ. ერთი მათგანი ამბობდა: მართალია ერთი დედმამიშვილები არ ყოფილვართ, მაგრამ აზრი და მისწრაფება კი ბევრი ჰქონდა საერთო. რაც მთავარია, მიზანი ჰქონდათ საერთო, ყველაფერზე აღმატებული. მიზანი, რომელსაც ორივემ უყოყმანოდ შესწირა ყოველივე პირადული. და კიდევ, საოცარი ინდივიდუალობის მიუხედავად, ორივე თხემით ტერფამდე მასწავლებელი იყო. მათი ერთად სავალი გზა კი 1944 წელს დაიწყო, როცა გორის პირველი საშუალო სკოლის დირექტორად ახალგაზრდა, მაგრამ ქალაქში უკვე ქებული ვერიკო ჩიკოიძე დანიშნეს და რომელთან მუშაობასაც ნატრობდა რუსუდან ნაოჭაშვილი. მანამდე კი თითოეულს თავისი მძიმე გზა ჰქონდა, ობლობითა თუ ომით დაბინდული. ვერა დავითის ასული ჩიკოიძე 1914 წელს დაიბადა გორში, საშუალო აზნაურის ოჯახში. 1924 წლის სისხლიანმა ამბებმა შეიწირა მისი უდანაშაულო მამის სიცოცხლე და უსახსრო დედას 3 მცირეწლოვანი ქალიშვილი დარჩა აღსაზრდელად. უფროსი გაჭირვება მიმსხვერპლა და დანარჩენების გამოსაკვებად დედამ ნემს მოკიდა ხელი. მისმა დაუზოგავმა შრომამ და კეთილი ნათესავების დახმარებამ შედეგი გამოიღო. 1930 წელს ვერიკომ გორის პირველი საშუალო სკოლა დაამთავრა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა, რომლის წარჩინებით დამთავრებას ახლო ნათესავის ღრმად განსწავლული ნატალია ტატიშვილის თანადგომას უმადლოდა. 1936 წელს შეაღო ვერიკო ჩიკოიძემ მეორე საშუალო სკოლის კარი, იშვიათი და მასწავლებლისათვის ძალზე ფასეული თვისებებით, შრომის მოყარეობითა და პატიოსნებით, სიდარბაისლითა და თავმდაბლობით, სიყვარულითა და მაღალი კულტურით. შევიდა გაკვეთილზე და თან შეყვა ილიასა და აკაკის სიბრძნე, ვაჟა სტილისმა,
ტატოს საფიქრალი და გალაქტიონის მუზა, გრიშაშვილის ქალაქური ბოჰემა და გოგლას ლექსის ხიბლი. რაც მთავარია, უსაზღვრო, ყოვლის მომცველი სიყვარული მშობლიური ენისა და იმ თვალებ გაფართოებული პატარებისა, რომელთა ცრემლშიც შვილის ნუკრის ტკივილი ჩაბუდებულიყო, რომელთა ღიმილშიც განაზდა პატარა ია. ყოველ გაკვეთილზე ახალი სიხარული მოჰქონდა მოსწავლეებისათვის, რადგან სულ ახლის ძიებაში იყო. მისი ერთი გაკვეთილი მეორეს არ გავდა. ან რა ლამაზი და დახვეწილი ენით საუბრობდა. სწორედ ამით დაიპყრო არა მარტო პატარების, არამედ კოლეგების გულებიც, როცა მას სკოლაში ახლად მოსულს მთელი საათის განმავლობაში უსმენდა დიდი და კომპეტენტური აუდიტორია. ვერიკო ჩიკოიძის მეგობარი, რესპუბლიკის დამსახურებული მასწავლებელი ანა სავანელი იგონებდა. დიდმა შრომამ, დღედაღამ ბავშვებზე ფიქრმა და ზრუნვამ, ამაღლებულმა საქმეებმა ისე აქცია ჩვენ შორის ვერიკო ნომერ პირველ მასწავლებლად, რომ მას ამის შესახებ თვითონ არასოდეს უფიქრია. 1941 წელს დიდი სამამულო ომის შავმაღრუბელმა დაჩრდილა საქართველო და ღიმილის ბიჭებმაც ფრონტს მიაშურეს. 26 წლის ვერიკო ჩიკოიძეს კი პირველი საშუალო სკოლის დირექტორობა ჩააბარეს. მაშინ არ გუნა უფალმა რუსუდან ნაოჭაშვილთან როგორც ერთგულ მეგობართან შეხვედრა და სიკვდილამდე ერთმანეთს აღარ დაშორებიან. ერთმანეთს გადაატანინეს ომისა და ომის შემდგომი მძიმე დღეები. ერთად უბატრონეს დაობლებულ ბავშვებს. გამოსავალიც ერთად იპოვეს. კარგად იცნობდნენ თავიანთ მოსწავლეთა ოჯახებს და შეძლეს ისე მოხერხებულად დაეახლოვებინათ გაჭირვებული შეძლებულთან, ისე გამოეკვებათ გაჭირვებული შეძლებულის ხარჯზე, რომ ვერც ერთი გრძნობდა ამას და ვერც მეორე. ერთად მალავდნენ ცრემლს, როდესაც ხედავდნენ, რა ხარბად შეექცეოდნენ ყოველდღიურად შეძლებული ოჯახიდან მოტანილ 40-50 გრამ პურს გაჭირვებულები და ობლები. ვერიკოს ხომ თვითონ ჰქონდა გამოცდილი ობლობის სიმწარე, რუსიკო კი ორ ობოლძმის შვილს ზრდიდა დედის სანაცვლოდ, თუმცა თვითონ ობლის კვერის გამოცხობას არ დალოდებია ვერიკოსავით. 1918 წელს დაიბადა ხელოსნის ოჯახში რუსუდან ნაოჭაშვილი და სიამოვნებით იგონებდა ბავშვობას. იმ დღესაც ფრიადოსნის ატესტატით ხელში რომ შეაყო გორის ბარათაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის კარი და ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. თუმცა ბავშვობიდანვე თავდავიწყებით უყვარდა ბალეტი და ბალერინობაზე ოცნებობდა. გორში კი მისი დაუფლების საშუალება არ იყო. აზიური ცეკვების სტუდიაში კი სწავლობდა და ბევრჯერაც დაჯილდოვდა. სკოლის დამთავრების შემდეგ კინოხელოვნებაზეც ოცნებობდა, მაგრამ გორის პედინსტიტუტი გახდა მისი ნავსაყუდელი და ხელოვნების სიყვარულიც პოეზიის სიყვარულმა შეცვალა. ლექსის მუზა მისი ყოველდღიური ცხოვრების მეგზურად იქცა, რამაც სულიერად კიდევ უფრო დააახლოვა ვერიკოსთან. ომმა რუსუდანის ოჯახსაც შეახო მსახვრალი ხელი და ორი ძმიდან ერთი ზაქარია შეიწირა. მეორე კი, გივი, წლინახევრის ლოდინის შემდეგ ინვალიდი დაბრუნდა შინ. თუმცა მალე დაოჯახდა და ტყუპი ქალვაჟით შეეძინა ულამაზეს ნორა ახვლედიანთან, მაგრამ ხელახლა დატრიალდა ტრაგედია და ახალგაზრდა დედამ მშობიარობას შეეწირა. სულის შემძვრელია ქალბატონი რუსუდანის ჩანაწერი, სადაც აღწერილია, როგორ სდიოდა მიცვალებულს მკერდიდან რძე. იმ დღიდან იგრძნო რუსუდანმა ობლობის მწარე ხვედრი და პასუხისმგებლობაც იკისრა. ერთმანეთს მისდევდნენ ორი ობლის აკვანთან გატარებული უძილო ღამეები. რუსუდანისა და მისი დედის, ქალბატონ ანიშკას სხეულის ნაწილებად იქცნენ გზით სავსე ბოთლები, რომლებსაც ისინი ზამთრის სილღამეში უთბობდნენ პატარებს საკუთარი სხეულით. ციცოსა და თამას 3 წლისა და 8 თვის შემდეგ ქალბატონი მარიამ ჩერქეზიშვილი მოევლინათ თბილ მზრუნველ დედად და რუსუდანის მდგომარეობაც შემსუბუქდა. მაგრამ არც შემდეგ მოუხსნია მათი აღზრდის მოვალეობა. ვერიკო და მისი ოჯახიც მხარში ედგა. ვერიკოს დედა ხშირად უკერავდა რუსუდანის მიშვილებს ტანსაცმელს და კი შესანიშნავ ნამცხრებს უმზადებდა მათ. ამ პერიოდში ვერიკო სკოლის შენობაში ცხოვრობდა, რუსიკო კი სკოლის გვერდით. ეს ტერიტორიული სიახლოვეც უწყობდა ხელს მათ ერთსულოვნებას და პოეზიის სიყვარულიც.
მაგრამ თუ ვერიკო სულში ქართული ლიტერატურის მძლავრი კოსონი გიზგიზებდა, მისი ათინათი ირგვლივ მყოფთა სახეებზე წელვარებდა და მოსწავლეებში საპასუხო ცეცხლს იწვევდა, რუსუდანში მოკრძალებულად და ჩუმად იწოდა ერთადერთი კელაბდარი და რომ არა მისი მგრძნობიარე სტრიქონები ცავს ერვეულები, ალბათ ძნელი წარმოსადგენი იქნებოდა მისი გარეგნული სიმკაცრისა და ოთარაანთქვრივისეული პილპილმოყრილი მადლის მიღმა მიმალული მკაცრი ტონით შენიღული ფაქიზის სამყარო. გახსნილად რომ ვერ ეფერებოდა, ლექსებით ეალერსებოდა საყვარელ მოსწავლეებს. ჩიტო, ჩიტო, ჩიტუნებო, მე თქვენს ჟღურტულს ვენაცვალე, ისე ბევრი მომიგროვდით, ვერა და ვერ დაგითვალით. სკოლას შესწირა ორივემ პირადი ცხოვრება, თვითონ ოჯახი არ შეუქმნიათ, დედობის ბედნიერება არ უგრძნიათ. თითქოს გამართლდაო პოეტის სიტყვები, მასწავლებელი ზოგჯერ უშვილო, მაგრამ 1000 ბავშვის მშობელი. თუმცა ქალის უპირველეს მოვალეობად დედობა მიაჩნდათ. აკი წერდა კიდეც რუსუდანი. უსიყვარულოდ არ არის ქალი, გინდაც რომ იყოს ის ქვეყნის თვალი. ქალიც ის არის, ვინაც დედობით გადაუხადა სამშობლოს ვალი. დუღარაყოვნებ, გაწყვიტე ლელო, მანამ გრძნობებით კისკისებს გული, აახმიანე ქნარი თუ ჩელო, რომ არ შეიქმნე ქვეყნის ორგული. მაგრამ არ გათხოვდა. იქნებ ობლების გაზრდა შეალია ენერგია, ანდა ომმა წაართვა გულის სწორი, ვინ იცის? ვიცი აღარ ხარ, არ დაბრუნდები, ამ გულს რა უყო რომ ენატრები, ვთნები და ვიწვივით არც სანთელი, და მოვისვენებ, როცა ჩავქრები. და ამ ორმა მშვენიერმა ქალბატონმა მთელი თავისი სული სითბო მოსწავლეებს უწილა და უშურველად. თუ ქალაქში შეიძლება ვინმეს კოლორიტი ეწოდოს, ეს ქალბატონი რუსუდანის და ქალბატონი ვერიკო ჩიკოვიძის შესახებ შეიძლება ითქვას. ნამდვილად ისინი ქალაქს დაარბიდნენ. არა მარტო პირადი თვისებები, გამორჩეული იყო მათი სკოლაც, პირველი საშუალო სკოლა. პირველ სკოლას არასოდეს დამნაშავე არ გაუზრდია. პირიქით, ჩვენი სკოლა დამთავრებულები ყოველთვის გამოირჩეოდნენ ცოდნით, ინტელექტით და ისინი ყოველთვის თანამდებობის პირებად ინიშნებოდნენ. როცა ვერა ჩიკოვიძემ ქალბატონმა ვერიკომ გადაწყვიტა უარი ეთქვა ხელმძღვანელობაზე, მე შემომთავაზა როგორც მის აღზრდილ მოსწავლე. მთელი ერთი თვის მანძილზე ქალბატონი ვერიკო და ქალბატონი რუსიკო მეხვეწებოდნენ, მევედრებოდნენ, რომ უარი არ მეთქვა, ხელმძღვანელობა მიამეყო ხელში, მაგრამ მე კატეგორიულ უარს ვაცხადებდი, რადგან ვფიქრობდი, ნუ თუ შეიძლება მისმა გაზრდილმა მოსწავლემ ვერა დავიდოვნას სკოლა ჩაიბაროს სახელმძღვანელოდ. ბოლოს გავრისკე და დღემდე ვაგრძელებ სკოლის ხელმძღვანელად მუშაობას და არ არსებობს დღე, რომ მე მათი ღვაწლი არ მოვიხსენიო, რომ მათი ღვაწლი არ დავაფასო შინთუკარი. ისინი გამოირჩეოდნენ არა მარტო პირადი ინტელექტით, მათი სკოლას, პედაგოგიური კოლექტივი, ბავშვთა კოლექტივი, თუნდაც მფრობელთა კოლექტივიც გამოირჩეოდა ინტელექტით. ქალაქში თვალსაჩინო სკოლა იყო და არც არავის უყვირდა, როცა პირველ საშუალო სკოლას ვერიკოს და რუსიკოს სკოლას უწოდებდნენ. მათ მკვიდრი საძირკველი ააშენეს და ზედნაშენი ხომ მკვიდრზე მკვიდრი. მე ვერ დავიკვეხნი, რომ მათ საქმეს ისე ვაგრძელებ, როგორც ისინი მუშაობდნენ, მაგრამ ძალიან კი ვცდილობ, რომ მათ მიერ აშენებულ შენობას ერთი აგურიც კი არ მოვაგრო და მათი საქმე ისე გავაგრძელო, რომ არც პირი შევირწმენო და არც მათი სახელი შევირწმენო. დღემდე მე მათი თაყვანისმცემელი ვარ
არა მარტო იმიტომ რომ ისინი საუკეთესო ხელმძღვანელები იყვნენ, იმიტომაც რომ ორივე ისინი ჩემი მასწავლებლები იყვნენ, ქალბატონი რუსუდანი ჩემი კლასის ხელმძღვანელი იყო 6 წლის მანძილზე და მათ ბევრი რამ მასწავლეს. თუ კი რამ დღეს ჩემში კარგია, მე ამას უმადლი ქალბატონი ვერიგოს და ქალბატონი რუსუდანის 8 წლის სიხარულით, სიამოვნებით და დიდი სიყვარულით ვახსენებ მე მათ სახელს ვეთაყვანები, ვესალღუნები და ასე ვიქნები სიცოცხლის ბოლო წუთამდე. ღვთივბოძებულ დიდ მადლს თითოეული თავისებურად, განუმეორებლად აფრქვევდა. ვერიკოს საოცარი ნიჭი ჰქონდა. შეეძლო პირველი წუთებიდანვე დაეტყვევებინა თანამოსაუბრე თუ მოსწავლე თავისი მადლიანი სიტყვის სითბოთი და უშუალობით. ახლო ურთიერთობისას კი კეთილი გულითა და ტკბილი ხასიათით. ამიტომ ადვილად ამყარებდა კონტაქტს მოსწავლეებთან, კოლეგებთან, მშობლებთან და პედინსტიტუტის პროფესორ მასწავლებლებთანაც კი. სკოლას მჭიდრო კავშირი ჰქონდა პედინსტიტუტთან, რადგან თითქმის ყველა ფაკულტეტის სტუდენტობა პირველ სკოლაში გადიოდა პედაგოგიურ პრაქტიკას. პროფესორ მასწავლებლებიც დიდ პატივს სცემდნენ ვერიკო ჩიკოიძის პიროვნულ ღირსებებს, გამოცდილებას, პროფესიონალიზმს. მის მიერ დამუშავებული თემები, ფონეტიკის საკითხების სწავლება მეხუთე კლასში, მთავარი მოქმედი პირების დახასიათება და სხვა განათლების სამინისტროს მეთოდურ კრებულებშიც დაიბეჭდა. ანა სავანელი წერდა: ვერიკო ჩიკოიძის ბიოგრაფია გავს ლამაზ სიმფონიას, რომელშიც ჩახსოვილია იდეალური მასწავლებელი, საუკეთესო დირექტორი, საუცხო ადამიანი და მოქალაქე, კარგი მეგობარი, სათნო ქალი, საზოგადო მოღვაწე, ამ სიტყვების სრული მნიშვნელობით. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ იგი იყო ჩვენი ქალაქის პედაგოგიური საზოგადოების დედოფალი, ქალაქის სინდისი და პატიოსნობა. ამ სიტყვების შემდეგ გასაკვირი არაა, რომ ვერიკო ჩიკოიძის ავტორიტეტს ანგარიშს უწევდნენ არა მხოლოდ ქალაქში, არამედ რესპუბლიკაშიც. ამის ნათელი გამოვლინებაა მისი არჩევა მშვიდობის დაცვის რესპუბლიკური კომიტეტის თავმჯდომარის მოხდენა, როცა თავმჯდომარის მოვალეობას აკაკი ხორაბა ასრულებდა. უშუალოდ საოცარი პატივია პატარა ქალაქში მოხვაზე ხალბატონის, მაგრამ ის ამას ნამდვილად იცავდა. ვერიკო ჩიკოიძე იმსახურებდა ყველა იმ წოდებას და ჯილდოსაც, რომლითაც დაფასდა მისი უდიდესი ღვაწლი ახალგაზრდა თაობის აღზრდის საქმეში. საქართველოს დამსახურებული მასწავლებლისა და განათლების წარჩინებული მუშაკის წოდებას, ლენინის ორდენსა და რესპუბლიკური მნიშვნელობის პენსიას, უამრავ სამკერდე ნიშანს, დიპლომსა და სიგელს. და რაც მთავარია, ის უთუოდ იმსახურებდა იმ დიდ სიყვარულს, რაც ასე ნათლად გამოვლინდა 1984 წელს, 70 წლის იუბილეზე. თუმცა მისი მოკრძალებული ბუნება თითქოს უხერხულობდა კიდეც ღვაწლის ასე საჯაროდ ხაზგასმასა და დაფასებას. ამგვარმა დიდსულოვნებამ და კეთილშობილებამ წარმოშვა მაშინდელ მოუსვენარ ბიჭებში, დღეს კი უკვე ერის სასახელო შვილებში ესოდენ დიდი სითბო და სიყვარული ქალბატონი ვერიკოს მიმართ. ჩვენ როცა სკოლაში მივედით, ამარ განუყრელ მეგობარზე, ქართული სკოლის დიდ მოამაგეზე, ქალბატონ ვერიკოზე და ქალბატონ რუსუდანზე უკვე ლეგენდები დაგვდა. ეს ლეგენდები რომ არ იყო მხოლოდ ლეგენდები და სიმართლესთან ახლოს იყო, ჩვენი თვალით დავრწმუნდით მე. როგორი ერთგულები, როგორი დიდი პედაგოგები იყვნენ, როგორ უძღვებოდნენ სკოლას, როგორ მივლინდნენ, პატრონობდნენ, აბსოლუტურად მთელი სკოლა იცოდნენ ხელმიზნებზე. ახლა დღეს პედაგოგობაც გაჭირდა, მოსწავლეობაც გაჭირდა, რაღაცნაირი სხვა სიტუაცია, მაგრამ თუ სკოლას ნამდვილი პატრონი ყავს, აი იმათნაირი, დღევანდელი სკოლა მაინც გამოირჩევა და მაინც წინ არის და ეს უკვე სხვა თემა, მაგრამ რა იყო ახლა საინტერესო? ესენი რაღაცა დაიწყო სკოლა, უბრალოდ რომ გაივლიდნენ სკოლაში, ამათანავე პატივისცემით იყავი განსხვავებული. აი უკვე თვითონ თავისი მოქმედებით, მიხრა-მოხრით, აი ვიდრე დაილაპარაკებენ, უკვე გძნობდნენ ესენი სხვა ადამიანები იყვნენ, სხვა სიწმინდის, სისუფთავის, სიკეთის, მიზანსწრაფის. ხოდა ამათ ძალიან ბევრი რამის გახსენება შეიძლება და ალბათ ჩვენ გქონია, რომ როჯერ მისაუბრეთ ჩემონზე და ერთხელ პირველ თუ მეორე კლასში ვიყავი, ქალბატონ რუსუდანი გვესწრება გაკვეთილზე, როგორც სკოლის დირექტორი, თან თავის პრობლემებს შემოიდა და ასწავლებს ქართულის სასწავლებლად. ხოდა მაშინ
თამარ კასტრაძე გახსოვთ ეს არის პედაგოგიის მასწავლებელი. ხოლო ქალბატონი ვერიკო ჩემს უკან დაждდა. მე თავისუფლად და რა სწორებს ახლა და მიუბრუნდი და ვეკითხები. რასაკეთებ? რას ვაკეთებ და კარგ ბავშვებსაც წეროთ ის არიან და ჩამწერეთნებ. ხოლო უნდა ეს თავისთავად ეს ფაქტი ეხლა მე თვითონ გამახსენა და თვითონ გაიხსენა და არაერთხელ უთხოვს, მაგრამ ეს უნდა გენახათ როგორ აკვირდა, როგორი სიყვარული, როგორი სიფხოთი. ხოლო სამწუხაროდ ცას არავინ არ გამოეკერება და ყველა წამსვლელი იმქრობათ, მაგრამ თუ იცხოვრებ ასე უნდა იცხოვრო, როგორც თამარმა ქალბატონმა იცხოვრო. ვერაფერი პრობლემა. თქვენ უფრო მეტი გახსოვთ და მეტი იცით, უფრო რა თქმა უნდა, მე 1956 წლიდან მიმიჩვია სკოლაში ქორეოგრაფიული წრის ხელმძღვანელად. მაშინ სულ პატარა ბიჭი იყავი. პატარა რა თქმა უნდა 18 წლის ვიყავი და სასწაულად უყვარდათ ხელოვნება. უყვარდა თეატრი, უყვარდა მუსიკა, უყვარდა ქორეოგრაფია და განსაკუთრებით დიდ პატივს სცემდა ქართულ ქორეოგრაფიას. და მეწყოდა ხოლმე აზორიციო მეო თვალს ვადევნებ ტელევიზიის სახით მსოფლიო ცეკვებს და არსად ისეთი დიდი ვაშკაცური, ისეთი დიდი თავდადება, მამულისადმი სიყვარული, ქალის პატივის ცემა, ეროვნული დიდი განსახის სული ისე არ ჩანს როგორც ქართულ განმცემლობაში. არსად ისეთი ლამაზი ქალი არ არსებობს, რომელსაც მე ვუყურებ ქართულ ცემას, კრება მოსულებს ამ სიმპათიზე, ამ სიწმინდეს. უყვარდათ ქალბატონი რუსუდანს და ქალბატონი ვერიკოს ძალიან ქართული ხელოვნება. ქალბატონი ზოგადად ცეკვავდა. ქალბატონი რუსუდანი საერთაშორის, ახლა თქვენ არ გეხსოვებათ, ცეკვავდა ჩოხით. ეხურა ქართული კუდი და რო დაამთავრებდა ცეკვას ბიჭურად ცეკვავდა. გამიგედა? რო დაამთავრებდა ცეკვას მოიხდით ამ და ნაწლავები კატოთო და თელი უყვარდათ განსაკუთრებით და მიმიწვიეს და დავიწყეთ ახლა მე რა თქმა უნდა მუშაობ მასწავლი ცეკვებს და ერთ დღეს მოვიდნენ და მითხრეს რომ ქალბატონი ვერიკოსთან და მოხვიდე და შევედი მის სამუშაო ოთახში. ქალბატონმა ვერიკოს არ უყვარდეთ, იგი ჩარევა პედაგოგის იმაში თუ რა უნდა გაკეთებინა, მხოლოდ ისეთი ფაქიზდათ მოგიდგებოდა და თავის წინადადებას, თავის აზრს მოგაწოდებდა, რომ გასაოცარი იყო და მითხრა აზორო შენობა ქართულ ლიტერატურას იცნობ ვიციო რომ შენ ინსტიტუტში ისტორია ფილოლოგიურზე სწავლობ ვიციო ქართულ ლიტერატურას და ყაზბეგი თუ იციო კარგად თუ მე თქვა რა თქმა უნდა ვიცი ქალბატონო ყაზბეგი ვიცი იციო რომ შენი კოლეგანი იყო რომ მე გამიკვირდა რა ყოლა იციო რომ ყაზბეგიო ბავშვობაში ცეკვავდა წინვალეთო ხმით ხანჯლებით ნუ უყურებ რა გაოცებული ქალბატონს მოხანძები გამომიშას. დავფიქრდი და მივხვდი რომ ესე იგი რაღაცა მიმანიშნა. და აქედან წარმოიშვა სწორედ ის ფარიკაობა, რომელიც 59 წელს სახელგანთქმული მაშინ ბომბებით გასკდა თლიანად საქართველოში და დღესაც ეს ცეკვა ოქროს ფუნქცია შეტანილი კინოსტუდიაში, რომელსაც ახმოვანებს ეროსი მანჯგანაძე და ეს ცეკვა ყველა ფილმს, როდესაც კინოებში გადიოდა, წინ უძღოდა და ესე თელ საქართველოს ჟურნალი რო გადიოდა და თელმა საქართველოს ნახა. სწორედ აი ამ ცეკვის ერთ-ერთი უდიდესი ლობის წევრი ქალბატონი ვერიკოს მიუძღვნა. შეიქმნა ახლა თელი პრობლემები ამ ცეკვის ფორმის შეკედა. ხო? და იცით კარგად რომ ხერსურული ფორმა როგორ გადატვირთულია თავისი ნახატებით, თავისი მოქარვით და მე მახსოვს ქალბატონი ვერიკოს ოთახში თვენახევრის განმავლობაში ეს კოსტუმები როგორ იქარგებოდა, იხატებოდა და თვითონ ქალბატონი ვერიკო, ქალბატონი რუსუდანი და იმ დროს ხატვის პედაგოგი იყო წყინვალე ვერა ხატობით, ასეთი ჩაცხმული ქაღალდში ეს საღებავებით როგორ კარგავდნენ, როგორი თელი სიტყვოთი კარგავდნენ ამ კოსტუმებს თვენახევრის და ის შეიქმნა ეს ანსამბლი და წყინვალეც თქვა თავისი საქმე ცეკვა. მეორე იყო ასეთი მოვიგონებ კიდე ქალბატონი ვერიკოს ამ უდიდეს სიტყვას და სიყვარულს ქართული ქორეოგრაფიისადმი 67 წელს ალბათ იყო 50 წლისთავი ოქტომბრის რევოლუციაში კომუნისტური იყო და მთელი ეს მთავრობა ეს გადამდგარი იყო რომ ამ იუბილეისათვის მიეწყვიათ რაღაც
მე რა თქმა უნდა მე სამი ციულოს შეყვავდით ვაცეკვებდი ბავშვებს კიდე გამომიძახა ქალბატონმა ვერიკომ ოთახში შევედი გადავხედეთ სალი თვალით და გალაქტიონ ტაბიძის ეტომოლოგიას შემომხედა მითხრა დავჭექი მის გვერდზე და გადაშალა და დაიწყო ლექსის კითხვა გალაქტიონის გაფენდა ცეცხლით აერთო აბსოლუტად რო შემიშკარა თავისუფლებას სულს ისე მოსყოლდა ვით დაჭრილი მერესო თავანკარა ერთხელ წამიკითხა როჯერ წამოთავ ვიდა ლაზე მიკითხა და დავჭიქით ახლა ესე ხარ შეიძლება ამ ლექსზე გავაცოცხლოთ რამეცება ქალბატონმა ვერიკო მე გადმომიღო რაღაც ჟურნალებიდან ეს რევოლუციის მიხედვით ეს ფოტოები და შემოხედა აი ამას თუ გააცოცხლეთ ამას თუ გააცოცხლეთ გამოდეცეთ ცეკვა ოქტომბრის ჯარისკაცები რომლებიც ასევე თელმა რესპუბლიკამ აღიარა და მე მახსოვს სპორტ სასახლეში, როდესაც მუშაობდეს დროშა გადასცეს სამგუთარებთან, მიიწვიეს ჩვენი ანსამბლი სპორტ სასახლეში და ჩვენ გულისთვის სწორედ შუა სპორტ სასახლეში გააკეთეს სცენა და ეს ცეკვა აჩვენეს იჩვენ და ტექსტს მაშინ კითხულობდა გურამ საღარაძე გათენდა ცეცხლი. აი სწორედ ამ ცეკვის ავტორიც ალბათ ქალბატონი ვერიკო იყო. შეყვარებული იყო ქართულ ხელოვნებას. და მე ბედნიერი ვარ თელი 25 წლის განმავლობაში, რომ მასთან მომიწია ხოლმე. ბედნიერი და მეწოდება ის თაობა, ვისაც თქვა ვერიკოს და შეხება აქონია. ეს იყო უდიდეს ქალბატონი თავისი გარეგნობით. ქალბატონი რუსუდანი რა თქმა უნდა, რომელმაც პირადად მემშობლებად წვილი მათ. და ბოლოს რა თქმა უნდა დადგა დრო, როცა გავშორდით ჩვენ ქალბატონმა ვერიკო დირექტორობიდან თავისი წავიდა, მეც დავტოვე სკოლა წამოვედი და ბოლოს მისი ამაგი ერთ კოლექტივმა დააფასა გადაუხადეს 70 წლის იუბილე. და მე მთხოვეს, რომ სიტყვით უნდა გამოვსულიყო. მე ჩემს ცხოვრებაში სიტყვა არ მითქვია სცენაზე, მოტოციკლით შემეძლო გამომეხატა. შემეშინა ამხელა პიროვნებასთან, როგორ მეთქვა ქართული სიტყვა. ამ ქართული ენის უდიდეს სპეციალისტად, ამიტომ მე ჩემი სიყვარულით ცეკვით გამოვხატე და მოვაგროვე მისი მოწაფეები 40 წლის წინ დაფრთხიანებული მოწაფეები შევაგროვეთ ეს ამ ბუმბერასი ხალხი მაშინ ცხოვრებული გურამ მალიევი ზურა სიხარულიძე და ეს თაობა შევაგროვე ასე და როდესაც გამაცხადეს სიტყვა ეპოქის ამზორკუპრაზეც შევედეს აუპერ თმაჭაღარა გასული ვაშკაცები და მის წინაშე ვიცემეთ და მუხლი მოვუწიკეთ ამ შესანიშნავ პედაგოგს ქალბატონ ვერიკოს. თვითონ თუნდაც მცირედი ყურადღების გამოვლენის პასუხად მადლიერებასაც შეუდარებლად გამოხატავდა. სხვასვე შეეძლო ასეთი გრძნობიერებით შეეფასებინა ბატონი ანზორ კუპრაძისა და 40 წელს მიტანებული ბიჭების მიერ იუბილეზე მიძღვნილი ნომერი. თუმცა თავად უსაზღვრო სიკეთით დააპურა ყველა. ჩემო საყვარელო ანზორ, თითქმის ყოველ დღე ვაპირებ შენთან წერილის დაწერას და რატომღაც თავი ვერ მოვაბი. ახლა კი ამ დილას მომეძალა სინდისი და გულწრფელად მინდა მადლობა გადაგიხადო. შენ იმდენად თბილი გრძნობით და უზადო კეთილშობილებით გააკეთე ყველაფერი, რომ მეც და ხალხსაც სამუდამო მოსაგონრად დაგვრჩა ის საღამო. იმოდენა ვაშკაცები როგორ მოაგროვე, ან რა შთააგონე, რომ ასე ლამაზად გამოხატეს აღმზრდელის პატივისცემა და სიყვარული. მე კი თუნდაც წინასწარ მიჩურჩულეს, რომ უნდა გამოგეყვანა ბიჭები, მაგრამ ასე შესანიშნავად, ასე შთამაგონებლად, ასე ქართველურად თუ გამოვიდოდა ყველაფერი, არ მეგონა. ბიჭების გამოსვლამ საზოგადოებას მართლაც დიდი აღტაცება გამოახატვინა, ხოლო მე კი თვალზე სიხარულის ცრემლები მომგვარა. რა დღირდა, თუნდაც მაგათი გულზე ხელდადებული ქედმოხრა და მოკრძალების ნიშნად ჩემ წინ დაჩუქება. ორადიდებული მადლობა იყო გაწეული ამაგის დასაფასებლად, უსიტყვოდ, მარტოოდენ ვაშკაცური შემართებით. დაუვიწყარია, მართლაც დაუვიწყარი. უფლის განგებით, ქალბატონი ვერიკო ის იშვიათი გამონაკლისი იყო, რომელმაც სიცოცხლეშივე მოიმკა მრავალი წლის მუხჩაუხრელი შრომით დათესილი ურიცხვი სიკეთე. ქალბატონ რუსუდანს კი არ დასცავდა. 76 წლის აღსანიშნავ იუბილემდე 4 დღით ადრე მიიბარა უფალმა
მისის პედაგოგის სული. მოსწავლეებს და კოლეგებს კი მოფერების ნაცვლად მისი დატირება არ გუნაწილად. თუმცა სიცოცხლეშიც დაფასდა მისი ღვაწლი მრავალრიცხოვანი ჯილდოთი და საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდებით. თვითონაც დაუფასდა და თავადაც დაუფასა თავის მასწავლებლებს. ცხოვრება მასწავლა დაფასება, დაუფასა გულშიც და ლექსშიც. მე ახლა თვითონ მასწავლებელი, ჩემს მასწავლებლებს ვაღმერთები ისევ და როც ბავშვობის მოგონებების ფიქრებს გედებათ გასჩემოვისევ, მათ წარმოვიდგენ სათუთ გრძნობებით, ვეთაყვანებინ ისევ და ისევ. ლექსშიც და ცხოვრებაშიც განუმეორებელი იყო რუსუდანი. ქარს გავდა, დაუდეგარს, მოძრავს, თითქოს მის სულში პასკალისეული ჭეშმარიტება მეფობდა. ჩვენი ბუნების ნამდვილი არსი მოძრაობაა, სრული სიმშვიდე სიკვდილს მოასწავებს. და ისიც ყველგან იყო, მისი მახვილი თვალიც ყველას წუდებოდა, მისი ბაგიდან სიკეთისა და სიმართლის ჰიმნი იღვრებოდა. დირექტორის მოადგილეს სასწავლო აღმსვლელობის დარგში ბევრჯერ შესთავაზეს საქალაქო კომიტეტის მდივნობა, განათლების განყოფილების გამგის თანამდებობა, მაგრამ პატივმოყვარეობა უცხო იყო მისთვის. ქვეცნობიერად იყო მიჯაჭვული სკოლასთან და ფიქრობდა, რომ უიმისოდ პირველი სკოლის პირველობას ბზარი შეეპარებოდა. და ალბათ არც თუ უსაფუძვლოდ, რადგან სკოლა ერთ-ერთი პირველი იყო არამარტო სწავლების ხარისხით, არამედ ზნეობრივი აღზრდითაც, რაშიც ლომის წვლილი ქალბატონ რუსუდანსა და ქალბატონ ვერიკოს მიუძღოდათ მართლაც საუკეთესო პედაგოგიურ კოლექტივთან ერთად. ძალზე უფრთხილდებოდნენ ახალგაზრდების სულს, რადგან იცოდნენ, სულისთვის მნიშვნელოვანია რწმენა, ნებისთვის ნდომა, და თუ მათ არ გააჩნიათ რწმენის ან ნდომის ღირსეული საგანი, უღირსი საგნისაკენ მიიქცევიან. ასეთ ღირსეულ საგნად კი წერლობა და ხელოვნება მიაჩნდათ და ნათელსხივად შემორჩა მეხსიერებას მათ მიერ ორგანიზებული შეხვედრები აკაკი ხორავასთან, ნოდარ დუმბაძესთან, რევაზ ლაღიძესა და სხვებთან. მაგრამ მარტო ეს არ იყო. ქალბატონი რუსუდანის ინიციატივით შეიქმნა სკოლის მატიანი, მეთოდური კაბინეტი, რომელზეც ქალაქი ლაპარაკობდა, რომელიც სკოლის ეთნოგრაფიულ მუზეუმს უფრო მოგაგონებდათ. ეს იყო სასწავლო კაბინეტი მდიდარი თვალსაჩინოებით, მეთოდური ლიტერატურით, მეცნიერთა და პოეტების პორტრეტებით, მედალზე დამთავრებულ მოსწავლეთა და ხარისხის მქონე მასწავლებელთა სურათებითა და მონაცემებით. გამოყოფილი იყო მშობელთა კუთხე საჭირო ლიტერატურით. აქვე იყო გარდაცვლილ პედაგოგთა შესახებ შექმნილი ალბომის სათაური მათ ხსოვნას. ქალბატონმა რუსუდანმა წამოიწყო სკოლის ერექნების გამწვანება და მალე სკოლა ლამაზ ორანჟერიას დაემსგავსა. ძნელი სათქმელია, რა ხერხებსა და მეთოდებს იყენებდა ქალბატონი რუსუდანი, მაგრამ ალბათ უნაკლოს, რადგან მის გაკვეთილებზე სრული სიწყნარე და წესრიგი სუფევდა. ასჯერ გაზომილი ჰქონდა მოსწავლეებთან ურთიერთობის გზები, ინდივიდუალურად უდგებოდა ყველას. მისი ინიციატივით შემოიღეს სკოლაში კვირეული, წარმატების აღრიცხვის რვეულები, ღია დაფების სახელწოდებით დღეს გაკვეთილი 5-ზე ჩააბარეს. და მათ, ვინც 2-ს მიიღებდა, გაკვეთილების შემდეგ ტოვებდნენ 13-ად. ასეთი ღონისძიებებით ბავშვების აზროვნება და გრძნობა უფრო აქტიურდებოდა. უდიდესი ავტორიტეტი და იმედი იყო ყველასთვის, მოსწავლეებისა თუ მასწავლებელთათვის. ასეთი შემთხვევაც ახსოვთ. ერთხელ დირექტორის კურსებზე ყოფნის გამო სკოლა ქალბატონ რუსუდანს ებარა. უეცრად თათბირზე გამოუძახიათ და მისი სკოლაში არ ყოფნის დროს ორ უცხო ბიჭს უჩხუბია ეზოში დანებით. სკოლაში დაბრუნებულს აღელვებულები დახვდნენ მასწავლებლები. შენ რომ ყოფილიყავი, ეს არ მოხდებოდაო. რატომ გაკვირვებია ქალბატონ რუსუდანს? შენ რომ სკოლაში ხარ, ასე გგონია 5 პოლკი ჯარი დგას და საშიშიც არაფერიაო, უთქვამს ერთს. საოცარი რიდი ჰქონდათ ქალბატონი რუსუდანის ასაკის წესით გაყოყოჩებულ ბიჭებს. კიბის თავში გამოჩნდებოდა თუ ბოლოში გზას უთმობდნენ. სანუკვარ კინოფილმსაც უსიტყვოდ ტოვებდნენ მისი ბრძანებით შადალოზე მყოფები. უღოყმანოდ თმობდნენ ჯიბის დანებსაც და მაჯის საათებსაც პირველი მოთხოვნისთანავე და მოდის კარნახი დაგრძელებული თმის შეჭრასაც დალაგთან ამჯობინებდნენ, ვიდრე რუსუდან მასწავლებელი გაალამაზებდა მათ. სკოლაში კი არა, სკოლის დამთავრების შემდეგაც კი, უკვე დაოჯახებული მისი აღსაზრდელები ქუჩაში უცაბედად რომ გადაეყრებოდნენ, უხერხულობისაგან აღარ იცოდნენ სად წაეღოთ სიგარეტიანი ხელი. ვითომ მხოლოდ სიმკაცრის ბრალი იყო, ამ სიმკაცრის უკან გულშემატკივარი პიროვნება იდგა. მისი ფხიზელი თვალიც ყველგან თან დასდევდა. სკოლაში,
ქუჩაში, საზოგადოებაში. ეს კი უთუოდ იმ ნამდვილი ნიჭის მადლი იყო, რომელზეც იაკობ გოგებაშვილი ბრძანებდა. რუსუდან ნაოჭაშვილთან მე ძალიან ხანგრძლივი და სულიერი ხანგრძლივი მეგობრობა და სულიერი სიახლოვე მოკავშირებდა. ჩვენი მეგობრობა ასე დაიწყო. საოცარია, რომ მაშინ მხოლოდ 10 თუ 12 წლისა ვიქნებოდი. მოგეხსენებათ, დედაჩემი ექიმი იყო. და ერთხელ, როდესაც რუსიკო შეუძლო შეიქმნა, მან კონსულტაციისთვის მოაკითხა დედას. და აი აქედან დაიწყო სწორედ ის დიდი მეგობრობა, რომელიც გაგრძელდა მთელი სიცოცხლის მანძილზე რუსიკოს გარდაცვალების დღემდე. იგი ჩემთვის ყოველთვის რუსიკო იყო და არა რუსუდანი. საინტერესოა, რომ იმისთვის არასდროს თქვენობით არ მიმართავს. და ეს მაშინ, როდესაც კიდევ ჩვენი ერთი მეგობარი, ქალბატონ მარეხ ხუციშვილთან, და ყოველთვის ასეთი მიმართვის ფორმას ვიყენებდი. მაშინაც კი, როდესაც ჩვენ შორის ასაკობრივი განსხვავება თითქმის წაიშალა. რუსიკო, მარეხი და ჩვენგან ძალიან ნაადრევად წასული შესანიშნავი პიროვნება ნათალა როინიშვილი იყვნენ ჩემთვის ის ცხოვრებისეული მეგზურები, რომელთაგანაც მე ვისწავლე მოყვას ეს დიდი სიყვარული. მაგრამ მათგან რუსიკო მაინც ყველასგან გამორჩეული გახდათ. ის ჩვენი ოჯახის განუშორებელი წევრი და დიდი მოამაგეც იყო. მუდამ აქტიური, დაუთქრომელი, სიცოცხლისა და დაუშრედელი ენერგიის სავსეს მას ყოველთვის სიხალისე და მხიარულობა შემოჰქონდა ჩვენთან. რაც არ უნდა დათრგუნულნი ყოფილიყავით, რუსიკოს თითოეული შემორბენა ჩვენთან ასე ეძახდა ის თავის სტუმრობას, ყოველთვის გარკვეულ სიცოცხლესა და სიხალისეს მატებდა ჩვენს ოჯახს. რაღაც მაცოცხლებელ ძალაში ვმატებდა ხოლმე. მე ვერ მოვყვები და ალბათ ვერც გავიხსენებ ყველა იმ სიკეთეს, რაც კი მე მოახსოვს რუსიკოსთან. გავიხსენებ რამოდენიმე ეპიზოდს მხოლოდ. ჩემი მოწაფეობის ხანაში ჩვენ ცხოვრობდით ახლა ჭავჭავაძის ქუჩაზე, ეხანდელ ბარათაშვილის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიასთან. სახლის აივანი, დიდი აივანი ქუჩას გადახურებდა. და ძალიან ხშირად რუსიკო აი იმ ჩვენი აივანიდან ზვერავდა ხოლმე, ბჭყალებში რა თქმა უნდა, ზვერავდა თავის მოსწავლეებს. მე ყოველთვის უნდა მათ თვალი ვადევნო, რომ რაიმე უსიამოვნობა არ მოიწიონო და ეს გასაგებიც არის. მე მქონდა შემთხვევა, რომ ჩემთვის უახლოეს და უსაყვარლეს მეგობარს რუსიკოს შევხვედროდი როგორც მასწავლებელს. და ეს ასე მოხდა. მაშინ მე ვსწავლობდი გორის ქალთა მესამე სკოლაში. და იქ ჩვენი ფიზიკის მასწავლებელი ქალბატონი ქეთო უზანოვა ერთხელ ავად გახდა. და ეს დროებით რუსიკო შესწორა. და იქ მე ვნახე, თუ რა იყო რუსიკო მეგობარი და რა იყო რუსიკო მასწავლებელი. მოგესალმებით, რომ მე მაშინ არახუმანიტარულ საგნების მიმართ მაინც და მაინც დიდ ინტერესს არ ვიჩენდი. და მათ მხოლოდ ვალდებულების გამო, ანუ უფრო სწორად მასწავლებლის ხათებს ვსწავლობდი. და მათ შორის ფიზიკასაც. მაგრამ აი, როდესაც რუსიკო მე პირველად, ესე იგი, როდესაც გაკვეთილზე გამომიძახა და პირველად ჩემ მოსწრების, აკადემიური მოსწრების ფურცელში სამიანი, ხოლო საკონტროლო ნაშრომში კი ორიანი ჩამიწერა,
აი მაშინ მე მივხვდი, რომ სულ სხვა იყო რუსიკო მეგობარი და სულ სხვა იყო რუსიკო მასწავლებელი, პედაგოგი. უაღრესად პრინციპული, მომთხოვნი და ობიექტური. რუსიკოსათვის სავსებით უცხო იყო კონფორმიზმი. იგი ყოველთვის დაუძინებელი მტერი იყო უსამართლობისა და ყოველთვის ასე ვთქვათ ხმალაღებული ებრძოდა ყველანაირ უსამართლობას და ყოველთვის გამარჯვებაც მის მხარეზე იყო ხოლმე. მაგრამ ამავე დროს მას არ უყვარდა თავისი თავის წარმოჩენა. უამრავი შესანიშნავი წამოწყების ავტორი და შემოქმედი ყოველთვის ჩრდილში დარჩენას ამჯობინებდა ხოლმე. აი შეიძლება ამიტომაც იყო, რომ როდესაც რუსიკოს საიუბილეო თარიღი შეუსრულდა, იგი ძლივს დაეყოლიეს ამ თარიღის აღნიშვნაზე, რომ რათა სკოლასაც და გორის პედაგოგიურ საზოგადოებას მისთვის ჯეროვანი პატივი მიეღო. მაგრამ აი სწორედ მაშინ მოხდა ის ალბედითი მოვლენა, სპიტაკის მიწისძვრა იყო, რამაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. და იმ საყოველთაო გლოვის დღეებში გაითავისუფლა ეს საკაცობრიო უბედურობა, მან უარი თქვა თავის იუბილეზე და მასთან დაკავშირებულ ყოველგვარ ზარზეებზე და განა ეს ფაქტი მის ძალიან დიდ სულიერებასა და კაცმოყვარეობაზე დამეტყველებს. რუსიკოს იმ ქვეყნად მარტოსულობის გრძნობა არ გახოლია. ჩვენიც გავაცილეთ პავლე მოციქულის სიტყვებით, ვინაც ბევრი შეაგროვა არ მოსჭარბდა და ვინაც ცოტა არ დააკავდა. და მე მჯერა, რომ მასაც იქ იმ დიდ მზიან საუფლოში არ დააკვდება მის მიერ გაცემული სიკეთისა და სითბოს საზღაური. ჩვენი დიდი და მარადიული სიყვარულის სახით. რა შემზარავია იმის შეგრძნება, რომ სწრაფმავალ დროს თან აქვს ყველაფერი, რასაც ჩვენ ვფლობთ, უთქვამს ბრძენს. შემზარავია, რადგან ერთ დროს ვერიკოს სკოლის კედლებში აღარ იზეიმებს ილია სიბრძნე ვერიკოსეული ინტერპრეტაციით და აღარც დერეფნებში გავარდება ელვასავით გამაფრთხილებელი შეძახილი. ნაოჭაშვილი მოდის, დარჩა მხოლოდ სულის ამოძახილი. ეს რა მარმაში მოგიხვევია, ვინ მოგიტანა? შენ ხომ უძლებ დიდიად ქარიშხლებს, ქონდა ატანა. მუდამ შეგეძლო წარფშეუხრელად, ჩემი გატანა. მაშრას გობოქრო, რისთვის ხელა, რა მოგდის განა? სევდის ბაღისკენ ვინ გიბიძგა, ვინ გაგაქანა? იქნებ მემდური, ასე ეულად გადაგაბერე, ამ ქვეყნიური ბედნიერებით ვერც დაგაჯვე. მე ხომ სხვებისთვის ვარსებობდი, ვიყავ დამხმარე, ჩემი თავი თუ დამოვიწყდა, დაგუყუთნები. ოგულო ჩემი, უწვეთად და მოიღვენთები, ანგარიშსმონთო, დაგაგვიანდა, მოყარინთები. და ჩაიღვენთა ორი წმინდა სანთელი, სამშობლოსთვის ჩუმად მოცინცი. და დატოვა რწმენა, შენ თუ არ დაიწვი, მე თუ არ დავიწვი, ის თუ არ დაიწვა, მას ვინ გაანათოს? სახარება ამბობს, ჩინებულ მრავალარს რჩეულ მცირე. ჩემი პატარა ქალაქი, ქედციხლის, თქვენის პედაკი სულისა და ნათელი ხსოვნის წინაშე, რჩეულო ქალბატონები.